აზიის განვითარების ბანკთან დღეს ხელი მოეწერა ახალ სასესხო შეთანხმებას 200 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მეტწილად სოფლად წყლის სისტემების რეაბილიტაციას და მშენებლობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად ვიყენებთ აზიის განვითარების ბანკის ახალ ინსტრუმენტს, რომელიც არის შედეგზე დაფუძნებული სესხი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის შიდა სისტემებზე დაყრდნობით პროექტის განხორციელებას და სანაცვლოდ სესხის თანხის ჩამორიცხვას. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ თანადაფინანსებაში სახელმწიფო შედის ასევე 200 მილიონი ევროს ოდენობით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის წყლისა და სანირების სისტემის მოწესრიგება მთელი საქართველოს მასშტაბით იმ არეალში, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფარავს. ჩვენ დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ უკვე დავიწყოთ ასე მეტ სოფელში უკვე წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფა, იმის პარალელურად, რომელიც უკვე დაწყებული გვაქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისა, თუ როგორ უნდა ვუზრუნველყოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს პირველადი სერვისები მთელი საქართველოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, ეს არის ურბანული თუ სასოფლო ტიპის დასახლებები. ADB is honored to have contributed to this very important agenda, providing basic services in rural areas, filling a huge gap between urban and rural areas. We look forward to smooth implementation with the Ministry of Infrastructure, and we look forward to also laying the basis for the sanitation agenda, which is equally important, and we look forward to that partnership too.